თავი მეოთხე. როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე უთხრა უფალმა იესოს. ამორჩიე ხალხიდან 12 კაცი, თითო კაცი თითო შტოდან. ასე უბრძანე ხალხს. აკრიბეთ აქედან იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცეთ ედგათ ფეხი მღვდლებს 12 ქვა. თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააბირებთ. დაიბარა იესომ 12 კაცი, ისრაელიანთაგან რომ განაწესა თითო კაცი თითო შტოდან. უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით. რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები, ეს რა ქვები გაქვთო, მიუგეთ. იორდანეს წყლები რომ გაიპოთქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპოთქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე. ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მათ იესომ. აკრიბეს 12 ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის. ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით და გავიდნენ ამ ქვებიანად გაღმა სათევში და იქ დააწყვეს. ასევე 12 ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთვალ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები. უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა. როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ. გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშე შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს. 40,000-მდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად. იმ დღეს განადიდა უფალმა იესომ მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ. ასე უთხრა უფალმა იესოს: უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ. უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან. როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები, როგორც გუშინ და გუშინწინ. იწყეს დინება თავის კალაპოტში. ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში იერიხონის აღმოსავლეთით. ის 12 ქვა იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ. ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს, ეს რა ქვებიაო, ასწავლეთ თქვენ შვილებს, მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე. რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს თქვენს ღმერთს იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით. როგორც უყო უფალმა თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით. რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის თქვენი ღმერთისა.